გამარჯობათ, მე გახლავთ ლადო კვაჭაძე, ქალაქ ლანჩხუთის ნომერ 2 საჯარის სკოლის სამოქალაქო კლუბის ლიდერი. დღეს ჩვენ დავესწარით ტრენინგს თაობათა შორის პარტნიორობის შესახებ. მე ვფიქრობ, საკმაოდ კარგია ასეთი სახის ტრენინგები, რადგან ახალგაზრდები უფრო ინფორმირებული იქნებიან ამ საკითხთან დაკავშირებით და შეძლებენ უფრო აქტიურად თანამშრომლობენ უფროსებთან და ისინი ჩართონ სხვადასხვა სამოქალაქო აქტივობებში. მე ვფიქრობ, ბევრია ისეთი მოზრდილი, რომელმაც არ იცის ახალი ინიციატივების, ახალი იდეების შესახებ და ვფიქრობ, ჩვენ მოზარდები ჩვენ ამ ასეთი ტრენინგების სახით შევძლებ მათ ინფორმირებას და ჩართვას სხვადასხვა სამოქალაქო აქტივობებში. რაც შეეხება ჩვენ გავეცანით დღეს თუ რა სირთულეები მოჰყვება თაობათა შორის პარტნიორობას, რა არის მისი არსი და საერთოდ რა არის როლი მოზრდილების თუ მოზარდების მხრიდან და ეს საკმაოდ კარგია, მე ვფიქრობ. მოგესალმებით, მე გახლავთ ნინო გოგატაძე, ნომერ 4 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის ლიდერი. დღეს მე დავესწარი ტრენინგს და თაობათა შორის პარტნიორობის შესახებ და ვფიქრობ, რომ ასეთი ტრენინგების ჩატარება ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც უფროსი თაობებისთვის, ასევე მოზრდილი თაობებისთვის, რადგან ჩვენ უფრო მეტად ვიგებთ თუ რა სირთულეებია და რისი გადალახვა მოგვიწევს ჩვენ იმისთვის, რომ ვითანამშრომლობთ. ვფიქრობ, რომ ამ ტრენინგით უფრო მეტად გავაცნობიერებ იმას, რომ რა მეკისრება მე და დამეხმარება იმაში, რომ უფრო უკეთესად წარმართო ურთიერთობა უფროსი თაობის წარმომადგენელთან.